სწავლის დროს საინტერესო განცდებს ეძებთ, მაშინ ერლანგენში, ფრიდრიხ ალექსანდრეს უნივერსიტეტში გაემგზავრეთ, რადგან აქ მეცნიერება საინტერესო არქიტექტურას ხდება. ჩვენ აქ ბიოლოგიისა და მედიცინის კურსზე ვართ. სალექციო დარბაზის შენობის ტუალეტში და როგორც ხედავთ ჭერიდან ჟონავს. აქ მთელი სახურავი დანგრეულია. ტუალეტი ახლახან გარემონტდა. ერლანგენში საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესწავლისას შეგიძლიათ ახლოდან განიცადოთ ეს ელემენტები, პრაქტიკულად უყუროთ მათ მოქმედებას. თუ ნამდვილი კოკისფერული წვიმაა, ცოტაღნით უნდა შევჩერდეთ და ვედროები დავდგათ. ამის შემდეგ კი პროფესორის მოსმენა გვიჭირს. დიახ, აქ აკუსტიკის სწავლებაც კი ნათლად არის ინტეგრირებული. ქიმიაშიც საინტერესო რამ ხდება. აქ მხოლოდ შერჩეულ სტუდენტებს უშვებენ. ზოგიერთი ქიმიური ელემენტების დაბინძურების გამო, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ზოგიერთ ქალს გარეთ დარჩენა უწევს. რამოდენიმე აუდიტორია ისედაც დაკეტილია, რადგან ვენტილაცია დაზიანებულია და სახურავი კი ჩამონგრეული. კატასტროფულია, რაც ნიშნავს, რომ ლექციებზე ექსპერიმენტების ჩვენება აღარ შეიძლება. გულისხმობ, რომ ეს ის არის, რაც გვაძლევს мотивაციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქიმიას სწავლობ, მაგრამ ხედავ, როგორ მიდის საქმეები არასწორად ლექციებზე და როგორ მიდის საქმეები არასწორად აქ, უნივერსიტეტში. მაქსიმ ცოტა ხნის წინ ფილოსოფიის შენობის მე-7 სართულზე ასვლა სურდა და ლიფტი მე-6 და მე-7 სართულებს შორის გაიჭედა და ვიფიქრე, სასწრაფო დახმარების სამსახურს გამოვუძახებდი, მაგრამ შემდეგ დაიწყო ზანზარი და 3 სართული დაბლა. მე-4 სართულზე ჩავარდი. აქ პოლიტოლოგიის სტუდენტებისთვის გრავიტაციის კანონები ნათლად არის დემონსტრირებული და ამას უკვე დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ფილოსოფიის სემინარის შენობაში გრავიტაციის დემონსტრირება 2013 წელს უკვე ჩატარდა. საინტერესოა, ამის შემდეგ აქ ჩაფხუტი სავალდებულო გახდა. ერთი მხრივ 100 მეტრის მოშორებით ახალი შენობა შენდება, სახელმწიფო იქ მილიარდებს დებს. მეორე მხრივ არსებული შენობები აბსოლუტურად არ რემონტდება. უნივერსიტეტს ფული არ აქვს და სკანდალურია, რომ აქ ლექციებს ვატარებთ, სადაც თავზე გვაწვიმს. უკეთესია წვიმა, ვიდრე ბეტონი. ერლანგენის უნივერსიტეტი ბავარიის ფედერაციიდან წელიწადში 6,6 მილიონ ევროს იღებს შენობების მოვლა პატრონობისთვის, მაგრამ ამას მინიმუმ 35 მილიონი евро სჭირდება. თუმცა ბავარიის მეცნიერების სამინისტროს კარგი იდეა აქვს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია უნივერსიტეტს დამოუკიდებლად გადაჭრას რემონტის პრობლემა. საკუთარი ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონმა პირველ რიგში თავად უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში თანხების შიდა ძალებით უნდა უზრუნველყოს. ზუსტად, შიდა ძალებით და კიდევ სხვა მრავალი საშუალებებითაც, რომელიც არაფერი ღირს. ჩვენ როგორც სტუდენტებმა საკანცელარიო ოფისიდან ძალიან კონკრეტული ინფორმაცია მივიღეთ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სიცოცხლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება და სხვა არაფერი. თუ ჯერ ცოცხალი ხართ, ესე იგი სწავლობთ. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ფრიდრიხ ალექსანდრეს უნივერსიტეტში.